რუსთავში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მშობლებისთვის ტრენინგი გაიმართა. ღონისძიებაზე მხარეებმა აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეების უფლებების დაცვის პროცესში თვითმმართველობის როლზე იმსჯელეს. შეხვედრაზე, რომელიც ევროკავშირისა და ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში მოეწყო, ადგილობრივი თვითმმართველობის კომპონენტებზე, საქმიანობის ფორმებზე და ეკონომიკურ საფუძვლებზე ისაუბრებს. ტრენინგის მონაწილეებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის თვითმმართველობის განხორციელების ეფექტური ფორმებიც განიხილეს. რუსთავში 2 წლის განმავლობაში ვიმუშავებ და იქნება საკმაოდ აქტიური ტრენინგების მერე იქნება მონაწილეობა საკრებულოს ხდომებში, ანუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხების გატანა საკრებულოს ხდომებზე. ტრენინგი ჩაატარა იმისთვის, რომ ჩვენ უფრო საფუძვლიანად გავიგოთ თვითმმართველობის არსი, მისი მოვალეობები და ჩვენი უფლებებიც ამ დროს და ეს რაღაცნაირად დავაბალანსოთ და ის რაც ჩვენ ნამდვილად არ ვიცოდით, ძალიან ბევრი რაღაც გავიგეთ და შევიტყვეთ აი ამ პროექტის შედეგად.